მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალის ხმა. მეყურებელმა იცის, რომ ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ იმ საჭიროებებზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქალები დგანან. დღევანდელი გადაცემის თემა არის სამსახურიდან უკანონოდ ან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ჩვენი სტუმარია ნონა ასკილაშვილი, იურისტი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში რომ დავიწყოთ თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაინტერესებს, რამდენად ხშირი არის უკანონოდ გათავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით. აი ეს რომ შევაფასოთ და ასევე მაინტერესებს, ანუ როგორ განისაზღვრება შრომით სამართალში ეს უკანონო გათავისუფლება, ანუ რითი განსხვავდება უკანონო გათავისუფლება, თქვათ. მადლობა კითხვისთვის. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ზოგადად სამსახურიდან გათავისუფლება საქართველოში ძალიან დიდი პრობლემა იყო ყოველთვის. მე როდესაც საიაში მუშაობდი, წლების განმავლობაში მუშაობდი შრომით დავებზე და ძალიან ხშირი იყო სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ და იყო ხშირად პოლიტიკური ნიშნით. და ცუდი და პრობლემური არის ზუსტად ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში არაფერი არ იცვლება ფაქტობრივად, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც მაგალითად 10 წლის წინ დაახლოებით ხო ხდებოდა უკანონოდ სამსახურიდან განთავისუფლება, პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება, ამდენი წლის განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლიდა და დღემდე ხდება, ასე ვთქვათ, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლება. რაც შეეხება თვითონ თქვენს კითხვას, რომ რა ითვლება უკანონოდ განთავისუფლებად, ხო? ანუ ფაქტობრივად, როდესაც ხდება დასაქმებულის თუ საჯარო მოხელე იქნება, როდესაც ხდება საფუძვლის გარეშე, ანუ ფაქტობრივად უსაფუძვლოდ განთავისუფლება. როდესაც გამოიცემა ბრძანება განთავისუფლებასთან დაკავშირებით, იქ მითითებულია ნორმა, ან რომელი ნორმის საფუძველზე მოხდა განთავისუფლება. ეს ნორმა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ მდგომარეობას. ანუ, აი, როდესაც მაგალითად განთავისუფლებულია პირობითად ვიძახი რეორგანიზაციის გამო დასაქმებული, ხო, თუნდაც საჯარო მოხელე, უნდა დგინდებოდეს, რომ ნამდვილად ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ თუ ის საფუძველი, რაც მაგალითად ჩამოთვლილია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რაც ჩამოთვლილია შრომის კოდექსში, რომ რა შემთხვევაში ხდება დაუშვათ შეწყვეტა ხელშეკრულების, ანუ განთავისუფლება საჯარო მოხელის, უნდა შეესაბამებოდეს და არ უნდა არღვევდეს ამ აღნიშნულ ნორმებს. მაგრამ ხშირად არის ხოლმე შემთხვევები და შემდგომში გადავალთ უკვე მაგალითთან დაკავშირებით, უფრო განვავრცობ შემდგომში. არის მაგალითად, რომ განთავისუფლება ხდება პირობითად ვიძახი რეორგანიზაციის საფუძველზე, ხო, ან რაღაც ეკონომიკური გარემოებების საფუძველზე, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას და ამ დროს გინდება, რომ საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, რეორგანიზაცია ფაქტობრივად არ ხდება და აქედან გამომდინარე ეს არის უბრალოდ საფუძველს უდებენ, რომ მოხდეს განთავისუფლება, თუმცა მე შემდგომში უკვე სასამართლო, როდესაც სასამართლომდე მიდის და სასამართლო უკვე იკვლევს თუ აი საფუძველი რა არის, რამდენად მართხზომიერად მოხდა. კი, აი ამ პრინციპებებზეც მოგვიანებით ვისაუბროთ. ძირითადად პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები ხდება და უფრო მეტად ხდება ეს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების თუ კერძო სექტორშიც მოგვართავენ კერძო სექტორში. აი უფრო როგორ არის იცით, საბიუჯეტო დაწესებულებებშია ძირითადად, აი მაგალითად ძალიან ხშირია ხოლმე მაგალითად, თუმცა ცენტრალურ დაწესებულებებში დაუშვათ ხშირია მუნიციპალურ აიპებში, ბევრი შემთხვევა ქონდა ხოლმე ჩვენ მუნიციპალურ აიპებში, როდესაც ხდებოდა განთავისუფლება, სიპებში ხშირი შემთხვევა. ანუ აქედან როგორ არის იცით, არიან საჯარო მოხელეებიც, რომელიც ინდივიდუალურად მისაცულ სამართლებრივი აქტით თავისუფლდებიან და არიან საბიუჯეტო დაწესებულებები, როგორც აი მაგალითად მუნიციპალური აიპები და რომელსაც შრომის კოდექსის მიხედვით, ანუ შრომითი ხელშეკრულება აქვს დადებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივე ფაქტობრივად საბიუჯეტო დაწესებულებაა და აქედან გამომდინარე, უფრო ეს არის ხოლმე მიზეზი, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება განთავისუფლება. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვაზე ამჟამად რა ხდება ნიშნულთან დაკავშირებით, მე დასაწყისშივე ვახსენე, რომ წლების განმავლობაში, როდესაც მუშაობდი, აი ცუდი და პრობლემური ზუსტად ეს არის, რომ როდესაც ხდებოდა რამდენიმე წლის წინ პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება, ფაქტობრივად უკეთესობისკენ არაფერი შეიცვალა. იმიტომ რომ წლების განმავლობაში არ შეიძლება რომ საჯარო მოსამსახურე იქნება ეს თუ ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ან თავისუფლებდნენ იმის გამო, რომ მან გამოხატა რაღაცა განსხვავება
განსხვავებული შეხედულება, თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა სოციალურ ქსელში, ну არ აქვს ხო მნიშვნელობა, თუნდაც აქციაზე ხო რაღაცა თავისი ასე ვთქვათ მოსაზრება გამოხატო ამათვე მოვლენის მიმართ, ეს არ უნდა გახდეს ზოგადად ადამიანის ან მოქალაქის დასაქმებულის განთავისუფლება სამსახვიდან. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, თქვენ გეცოდინებათ ალბათ, რომ ეს ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი დასაქმებული და საჯარო მოხელე გაანთავისუფლეს, ხო? ეხლა ძირითადად რა იყო ამისი მიზეზი? ანუ ყოველთვის, როდესაც ხდება პოლიტიკური ნიშნის განთავისუფლება, ხო, რაღაცა უძღვება წინ, ანუ რაღაცა მიზეზია, რის გამოც და ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ათეული და დაუშვათ დასაქმებული ხდება განთავისუფლება. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა ფაქტობრივად. თქვენ მოგეხსენებათ ნოემბრის თვეში ჩვენმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ 4 წლით იყო გადატანილი ასე ვთქვათ ევროკავშირში გახსნა, ასე ვთქვათ, წინადადების გახსნა და აქედან გამომდინარე, ну, რა თქმა უნდა, ეხლა ყველა ადამიანი ამაზე რეაქცია ჰქონდა და ბევრი ისეთი, რომელიც საერთოდ არ ერეოდა პოლიტიკაში და არანაირად არც აქციებზე დადიოდა და არც გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას დაუშვათ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, უკვე საზოგადოება ამაზე ძალიან, ასე ვთქვათ, აღშფოთდა და ეს იყო მიზეზი, რომ უკვე დაიწყო ფაქტიურად დეკემბერში უკვე 2024 წლის დეკემბერში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და უკვე დაიწყო მასიური განთავისუფლებები ფაქტიურად გეცოდინებათ, იმიტომ ტელევიზიითაც გადმოცემული იყო ეს ფაქტი და რა იყო ახლა ამისი მიზეზი, ხო? რა იყო საფუძველი რა იყო? აი ძირითადად მაგალითად პეტიციაზე ხელმომწერები განთავისუფლების მერიის სანამ თბილისის მერიის თანამშრომლები იყვნენ განთავისუფლებულები. ასევე აი იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად თვითონ არანაირი სიტყვაზე არც სოციალურ ქსელში არაფერი არ გაუკეთებიათ, ფაქტობრივად არ უაქტიურია აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ მაგალითად ოჯახის წევრი იყო აქციებზე, რაღაცა მხარდამჭერი იყო, აქტიური პოლიტიკური ფიგურა იყო, ასე ვთქვათ და ოპოზიციური, რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, როდესაც ხდებოდა ამ დასაქმებულებისა თუ საჯარო მოხელეების სამსახურებიდან განთავისუფლება. ძალიან ბევრს უნდა კიდევ ხელის მოწერა, მაგრამ ხო, კი, და აი ეგ იყო და აი ეგ მიზეზი იყო ზუსტად, რომ ეს რადგანაც ეს 4 წლით გადაიდო 2028 წლამდეა გადადებული, ხო, ეს წინადადების და აქედან გამომდინარე, ну, ესე მოხდა, რომ ეს ამდენი ადამიანი გაუშვეს, რომ შემდგომში უკვე აღარავის კი, როგორ გაგრძელდა მე ამ ადამიანების ნაწილმა, ალბათ კი, მიმართა. აქვე მოდი დავამატოთ, ანუ რავალდებში არის შესაძლებელი შემდეგ, რომ დაიწყოს დავა, თქვათ, სამართლებრივი, აი ეს საინტერესო ინფორმაცია არის და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა თუ ხვდება, რომ ის უკანონოდ გაათავისუფლეს რამე. მოდით სანამ მაგ საკითხზე გადავიდოდეთ, უბრალოდ საფუძველზე გადავიდეთ ჯერ, რა საფუძვლით ხდება ხოლმე ზოგადად განთავისუფლება. იცით როგორ არის, წეგანაც აღნიშნე მე, აი ძირითადად საჯარო სამსახურებში არის რეორგანიზაცია, ხო? დაუშვათ უნდათ სამსახურიდან განთავისუფლება ამა თუ იმ მოხელეების და გამოსცემა რეორგანიზაციის აქტს. ფაქტობრივად ეს არ არის რეორგანიზაცია, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა შეფუთული რეორგანიზაციით და სხვათა შორის უზენაეს სასამართლოს ეს დადგენილი აქ არის გადაწყვეტილებაში, სადაც წერია, რომ არ დგინდება ფაქტიურად რეორგანიზაციის ფაქტი, გამიგეთ? იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვათ რა არის რეორგანიზაცია ფაქტიურად, რაღაცას იცვლება უკეთესობისკენ სამსახურში, ხო, რაღაცას ცვლილ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად უბრალოდ თანამდებობის დასახელება შეცვალეს, უბრალოდ რომ დაერქვათ რეორგანიზაცია. დაუშვათ გავაუქმე რაღაცა შტატი, აღარ მჭირდება მე შტატი და ამ დროს თანამდებობას უცვლი უბრალოდ რაღაცა პატარა დასახელებას, ცვლილებაში გაქვს თანამდებობის დასახელებაში და ამ დროს ფუნქციურად ფაქტობრივად იგივეა, არაფერი არ იცვლება. ან როდესაც სასამართლო ადგენს, რომ ფაქტიურად ეს იყო შეფუთულია რეორგანიზაციის საფუძვლით, მაგრამ რეორგანიზაცია არ არის, არ არსებობს რეორგანიზაცია. და ეს არის არაერთ გადაწყვეტილებაში აკუზენაის სასამართლოს. ანუ პრაქტიკაში როგორ არის სასამართლოს აი ამ დავებთან დაკავშირებით? აი მინდა გითხრათ, რომ ზოგადად შრომითი დავები რამდენი წელია ხო საიაში ვიყავი და ძალიან ბევრი შრომითი დავა გქონდა. მე არ მახსენდება წაგებული შრომითი დავა.
ამ კუთხით ძალიან კარგია ეს ჩვენი სასამართლოები კარგად უდგებიან, მაგრამ აქ არის რაღაცა ფაქტორები, რომელიც არის არასასიამოვნო და მაგასაც მოგახსენებთ ცოტა მოგვიანებით და რაც შეეხება დისკრიმინაციის დადგენას, დისკრიმინაციის დადგენა შრომით დავის დროს და ფაქტობრივად პარალელურად როდესაც ითხოვენ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, ხო? ამ შემთხვევაში აი ეს ძირითადად არ ხდება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. და კიდევ აი რითი შეიძლება შეფუთონ ეს დაუშვათ განთავისუფლება, ხო? ახლა ეს ადამიანები რამდენი განთავისუფლეს უკვე ბრძანება როდესაც გამოიცემა იქ ხომითითებულია დაუშვათ საფუძველი რამა და მუხლის საფუძველზე მოხდა განთავისუფლება. აი ძირითადად საჯარო მოხელების შემთხვევაში ძირითადად არის ხოლმე რეორგანიზაცია. აი რაც შეეხება რომელიც შრომის ხელშეკრულებით არიან დასაქმებულები, სხვადასხვა მოხლია 56 მოხლი, 57 მოხლი, სადაც შრომის კოდექსზე, სადაც ჩამონათვალია რა შემთხვევაში ხდება შეწყვეტა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, ურთიერთობის შეწყვეტა. აქ არის რამდენიმე მოხლი, რომელსაც იყენებენ, ასე ვთქვათ, განთავისუფლების დროს. ან უფრო არგებენ, ასე ვთქვათ, რომ აი დაუშვათ უფრო ფიქრობენ, რომ ამით შესაძლებელია, რომ შეფუთონ ეს უკანონო განთავისუფლება. ერთი რაც წეღან თავშივე ვახსენ, ეს არის ეკონომიკური გარემოებები, დაუშვათ ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებლად ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. აი წლების განმავლობაში ძალიან ხშირი იყო ხომ ამ მოხლით განთავისუფლება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ისეთი მოხლია, რომ ფიქრობდნენ, რომ ეს არის უფრო გამოსავალი, რომ უფრო კანონიერად ჩაითვალოს განთავისუფლება, მაგრამ ნახეთ რა ხდება, როდესაც არის ეკონომიკური გარემოებები დაუშვათ, ხო? ან თუნდაც ორგანიზაციული ცვლილებები ჯერნა დადგინდეს რა ორგანიზაციული ცვლილებებია, ხო? რეალურად არის თუ არა ორგანიზაციული ცვლილებები, იმიტომ რომ ფაქტობრივად წეღანაც აღნიშნე ისევე როგორც საჯარო მოხელეების, ანუ საჯარო დაწესებულებებში, ხო? შეიძლება იყოს შეფუთული ეს რეორგანიზაცია, ამ კუთხით მოხდეს განთავისუფლება. და მეორე გარემოება კიდევ აუცილებელია დადგინდეს თუნდაც მოხდეს რეორგანიზაცია, თუნდაც რეალურად ხდებოდეს რეორგანიზაცია, ეკონომიკური ცვლილებები, ხო? იწევს თუ არა ეს აუცილებლად ხდის თუ არა სამუშაო ძალის შემცირებას. ანუ მასთან ერთად შეიძლება რაღაცა რეორგანიზაციაც იყოს, ეკონომიკური გარემოებებიც იყოს მიზეზი ამ დაუშვათ რაღაცა ცვლილებების ორგანიზაციაში, მაგრამ ეს აუცილებლად არ ხდიდეს სამუშაო ძალის შემცირებას. და ეს არის ზუსტად რა უნდა დადგინდეს, რომ ამან გამოიწვია თუ არა სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც რაღაც ეკონომიკური გარემოებების გამო ფიქრობ, რომ მე შტატი უნდა გავაოქმო, ეს აღარ მჭირდება, ან რაღაცა ბიუჯეტს ზოგავ რესურსს ზოგავ და ამ დროს უშვებ 3 ადამიანს და მოყავს მის ადგილზე 4 ადამიანი, ხო, ეს უბრალოდ ხო არარეალურია. ხშირად იყო ეს ამ მოხლით განთავისუფლება, იყო კიდევ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. და რატოა ცალკე პრობლემა? ანუ ფაქტობრივად ჯერ ზოგადად როგორც ხდება ხოლმე, ხო, არ უნდა მოხდეს ხელშეკრულების დადება 3 თვით, 6 თვით, ხო, არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები. აი შესაძლებელია 1 წელზე ნაკლები იყოს იმ შემთხვევაში, რაღაცა გარკვეული სამუშაო შესრულების, აი დაუშვათ შეასრულა ეს სამუშაო და დამთავრდა, ხო, იმის იქით აღარ აქვს შესაძლებელი არაფერი ვალდებულება. ან დროებით არ მყოფი დაუშვათ დასაქმებული ხო, ანუ ჩამონათვალია, მუხლში ჩამონათვალია, რა შემთხვევაში შეიძლება 1 წლამდე დაიდოს შრომითი ხელშეკრულება. სხვა შემთხვევაში 1 წელზე 1 წლის ვადით მაინც უნდა დაიდოს, გამიგეთ, მაგრამ იცით რა როგორ არის? მიუხედავად ამ ყველაფრისა, იდება ხელშეკრულებები 3 თვიანი, 6 თვიანი ხელშეკრულები და ვის მიმართ იდება? დასაქმებულების, რომლებიც 5, 10, 15 წელი და მეტი მუშაობენ ერთ დაუშვათ სამსახურში და ამ დროს ეს უკვე ფაქტობრივად უვადოდ დადებული ხელშეკრულება, განუსაზღვრელი ვადით და ამ ადამიანებს აღარ უნდა უდებდნენ არც 3 თვიანს, არც 6 თვიანს, არც 1 წლიანს. იქიდან გამომდინარე, რომ უვადოდ არიან უკვე თანამშრომლები და აქ მნიშვნელოვანი ერთი გარემოება კიდევ. უვადოდ დადებულად ითვლება თუ ერთი და იგივე დამსაქმებელთან იმუშავა 30 თვეზე მეტი. ამ შემთხვევაში უკვე ითვლება, რომ ის არის უკვე უვადოდ დანიშნული თანამშრომელი. და აი წყვეტა მათ შორის დავუშვათ 3 თვიანი ხელშეკრულებები, 6 თვიანი, თუნდაც 1 წლიანი ხელშეკრულებები. აი მიყოლებით თუ აღემატება 30 თვეს, უკვე უვადოდ დანიშნულად ითვლება, უბრალოდ წყვეტა მათ შორის არ უნდა იყოს 60 დღეზე მეტი. ანუ შუალედი რა, ეხლა შეიძლება 6 თვის ვადით იყოს დადებული, შემდგომში წყვეტა იყოს და მერე გრძელდებოდეს. არ უნდა იყოს 60 დღეზე მეტი წყვეტა. ფაქტობრივად გამოდის, რომ როდესაც უდებენ, ანუ მიზანი რა არის ამის, რომ ვარაუდობენ, რომ როდესაც მოუდება სამსახურიდან დასაქმებულის გაშვება, ძალიან მარტივად გაუშვებენ, ასე ვთქვათ,
ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. რაც ძალიან აბსურდი და არარეალურია იქიდან გამომდინარე, რომ ხა ჩვენოდესაც მივიდივართ ხოლმე სასამართლოში და 15-20 წლის თანამშრომელს ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო უშვებენ სამსახურიდან, ხა ბუნებრივია ედგინდება, რომ ეს უვადო დანიშნული თანამშრომელია, მე რა რომ შენ 6 თვით გაუფორმე ხელშეკრულება, ხო? აი ესეც არის, რომ აი ამ მოხს იყენებენ იმ კუთხით, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ძალიან მარტივად გაუშვებენ. თუმცა ეს პროცესი ყოველთვის მომგებიანია ხოლმე სასამართლოში და კიდევ სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს, ასე ვთქვათ, სამუშაო ძალის შემცირებას. ამ მოხდა ძალიან ხშირად იყო ხოლმე, როდესაც ხდებოდა ჩვენი პრაქტიკის დროს, ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე გაშვება სამსახურიდან და ამაც ესე ძალიან ძნელი დასასაბუთებელია, რომ დადგინდეს რა ობიექტური გარემოება იყო, როდესაც შენ დასაქმებული გაუშვი სამსახურიდან და სხვათა შორის ძალიან კარგი დასაბუთება აქვს სასამართლოებს, უზენაეს სასამართლოს ამ საკითხებთან დაკავშირებით შეაფასოს ამდენად მარწომიერია და ხო არ იყენებს უფლების ბოლტად გამოყენება თუ არ ხდება ამ შემთხვევაში, რომ დადგინდეს კანონიერება თუ უკანონოა, ასე ვთქვათ, ეს ბრძანება, რომელთაც ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულის მიმართ, ასე ვთქვათ. ну აი ეს არის ძირითადად ის საფუძვლები, რომელსაც იყენებენ დასაქმებულები, ის როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე დამსაქმებლები დასაქმებულების მიმართ, რომ რაღაცნაირად შეფუთონ, როდესაც მოუნდებათ განთავისუფლება დასაქმებულის, რომ გაანთავისუფლონ და ამ რაღაცებით ფუთავენ. ეხლა ძალიან ცუდი ესე თქვი ცვლილება შევიდა, ეხლა უბრალოდ ამ ცვლილებებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ წაგვიყვანს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეიტანეს ცვლილება რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, აი როდესაც საჯარო მოხელე თავისუფლებოდა და შემდგომში სასამართლო აღადგეს, ბათილად იქნებოდა ცნობილი ეს აქტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ხდებოდა ამ მოხელის აღდგენა, რა თქმა უნდა, თუ ის ვაკანტური არ იყო, ის თუ ვაკანტური იყო და სხვა ასე ვთქვათ, მოხელე თუ არ იყო დანიშნული. ახლა ჩანაწერი შევიდა ასეთი რეორგანიზაციის შემთხვევაში, ნაწილობრივ იქნება ბათილა, ანუ მისი უფლება დაცული და გაბათილებული იქნება, ნაწილობრივ დაკმაყოფილებული იქნება საარჩევნო სრულად დაკმაყოფილებული იქნება, აღდგენა ვეღარ ხდება რეორგანიზაციის შემთხვევაში, კი საჯარო მოხელის შემთხვევაში და მიეცემა სამართლის თანამდებობრივი სარგო. აი ეს არის ძალიან სუდია ეს, იმიტომ რომ ფაქტობრივად რა გამოდის, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე შეუძლია, ну იქ სხვა ცვლილებები შევიდა ძალიან ან დავის სურვილსაც უკარგავენ უკვე. კი, ნახეთ როგორ არის, ну სხვა ცვლილებებიც არის, ახლა უბრალოდ ამაზე აღარ გავამახვილებ, ყურადღებას შორს წაგვიყვანს. აი ეგ რა არის, იცით, ცუდი ნებისმიერ დროს, როდესაც მოუნდება ასე ვთქვათ, საჯარო მოხელის განთავისუფლება, შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაანთავისუფლონ რეორგანიზაციის ფარგლებში, ანუ გამოსცემენ აქტს, რაღაცა რეორგანიზაცია მოხდა და არანაირი პრობლემა არ არის მაგ აქტის გამოცემა მათთვის, რომ რაღაცა რეორგანიზაცია მოხდა, რომ წავიდეს ეს ადამიანი საჯარო მოხელე და იდაოს და დაკმაყოფილდეს ისედაც ფაქტικά ფიზიკურად ვერ მოხდება, იმიტომ რომ კანონშია მითითებული, რომ ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ბათილად იქნა აქტი ცნობილი, აღდგენა მაინც ვერ მოხდება. გამიგეთ და აი ეს არის ძალიან ცუდი ნებისმიერ დროს, ანუ ეს რაზე მიუნიშნებს, შენ თუ ჩემი ჩუმად არ იქნები და ჩემი ერთგული არ იქნები, ხო? ერთგული ახლა რას გულისხმობ, ხო? შენ თუ ჩემი ერთგული არ იქნები, ძალიან მარტივად მე შემიძლია რეორგანიზაციით გაგიშვა. აი ეს არის. ბატონო. მოგმართავენ, აი რამდენად ხშირად მოგმართავენ, ან არ მოგმართავენ შემთხვევაშიც კი თუ ნამდვილად იციან, რომ ეს არის უკანონო გათავისუფლება, რაღაცა დისკრიმინაცია და პოლიტიკური ნიშნით იციან, თქვათ მოქალაქეებმა თავისი უფლებები, აი. იცით როგორ არის? აი ამ კუთხით იციან. ახლა ვერ ვიტყვი შრომით უფლებები ძალიან ვრცელია, მაგრამ და შეიძლება ბევრი რაღაცა აიცოდნენ, განაკვეთური აიცოდნენ, რაღაცა სამუშაო დრო აიცოდნენ, რამდენი ხანი შეიძლება იმუშაონ, მაგრამ როდესაც განთავისუფლებაზე მიდგება საქმე, ხო? ფაქტობრივად იციან, რომ ეს უნდა გაასაჩივრონ. მაგრამ აქ ნახეთ რა ხდება კიდე. იყო შემთხვევები, როდესაც ახლა თავის ვადები აქვს და მაგ ვადებზეც გადავალთ, ხო? იყო შემთხვევები, როდესაც ეუბნებოდნენ, რომ მოდი ნუ გაასაჩივრებ ჯერ და ჩვენ ისევ აღადგენთ სამსახურში და ფაქტობრივად გაკავთ ეს ვადა. და მე უბრალოდ ვადის გასვლის გამო ძალიან ძნელია, ხო, იდაო კიდევ და ეს ადასტურო, რომ აი მე მაგიტო არ გავასაჩივრე. ეხლა რაც შეეხება გასაჩივრების ფაქტს, ხო? როდესაც დასაქმებული ჩაიბარებს, ეს იქნება ბრძანება განთავისუფლების თაობაზე, ну საჯარო მოხელის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, აქტის შემთხვევაში ხდება ერთთვის ვადაში გასაჩივრება და რაც შეეხება ხელშეკრულებით ვინც არის, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებით ვინც არის ზოგადად დანიშნული, ამ შემთხვევაში როგორ არის იცით, ანუ ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს.
შეძლოს. მაგრამ აქ კიდე ერთი მომენტია, ანუ რა არის იცით, შეუძლია დავუშვათ თქვენ იცით რომ ბრძანებაში, როდესაც გამოსცემენ სამსახვიდან განთავისუფლების საუბარზე არის ძალიან მშრალი, ასე ვთქვათ. ფაქტობრივად დასაბუთება არ არის, მითითებულია მხოლოდ მუხლი, რომ აი ამ მუხლის საფუძველზე შენ განთავისუფლებ სამსახვიდან. მაგრამ თუ სიტყვაზე აი დავუშვათ გამანთავისუფლე სამსახვიდან პირობითად ვიძახი შრომითი ხელშეკრულების, ანუ შინაგანი წესის უხეში დარღვევის გამო პირობითად ვიძახი, ხო? ამ შემთხვევაში ფაქტობრივად იქ არ არის ბრძანებაში დასაბუთება, რა დარღვევაა, ხო? უბრალოდ მითითებული ამ და მუხლის საფუძველზე ხდება განთავისუფლება. და აქედან გამომდინარე აი ამ მუხლის აი დასაბუთებასთან დაკავშირებით შეუძლია მიმართოს ერთი თვის განმავლობაში შეუძლია მიმართოს დასაქმებელს და უთხრას რომ დამისაბუთე. ანუ რატომ იშვებ შენ სამსახვიდან დაასაბუთე ეს და დამსაქმებელს აქვს 7 დღიანი ვადა და ამ 7 დღის ვადაში უნდა დაუბრუნოს პასუხი დაუსაბუთოს ფაქტობრივად. ნუ არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც უსაბუთებენ, ეგეთ შემთხვევებიც გვაქვს, მაგრამ არის შემთხვევები, რომ საერთოდ რეაგირების გარეშე ტოვებენ. და თუ დაუსაბუთეს, ანუ ამ 7 დღის ვადაში თუ დაუსაბუთეს, მე იქიდან კიდევ 30 დღის ვადა, თუ ანუ ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ მოახდინეს, ამ 7 დღის ვადის გასვლის შემდგომ, ასე ვთქვათ, 30 დღის ვადაში კიდე შეუძლიათ რომ მიმართონ და სასამართლოს მიმართონ. ეხლა შეიძლება მოთხოვნის დაყენებას, ხო? ფაქტობრივად თუ არის დისკრიმინაცია, ანუ რა იმითია განთავისუფლებული, ხო? ფაქტიურად როგორც აღნიშნე შევა მუხლის სხვა რაღაც სხვა მუხლი იყოს და ეხლა ხوار ჩაუწერენ რომ შემაკიდო გაგიშვი რომ რაღაცა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ქონდა და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე ფაქტობრივად ბმა განთავისუფლებასა და ამ ანუ საფუძველსა და განთავისუფლებას შორის უნდა იყოს, ხო? აქედან გამომდინარე უნდა მოითხოვ ბრძანების ბათილად ცნობა თავისთავად, სამსახურში აღდგენა და განაცვლის ანაზღაურება. ეხლა აქ არის კიდევ ერთი პრობლემა და რა პრობლემას ვაწყდებით. ნუ, როდესაც დადგინდება სასამართლოს მიერ, რომ რაღაცა უკანონოა, უსაფუძვლოა, რაღაცა ბოროტად გამოიყენა დამსაქმებელმა თავისი უფლება და არამარწმუნად მოხდა განთავისუფლება, რა თქმა უნდა, ბათილად ცნობს ამ ბრძანებას, ხო, განთავისუფლების შესახებ ბრძანებას. შემდგომ უკვე აღდგენა. ეხლა აი აქ არის დიდი პრობლემა კიდევ და რა პრობლემაა, როდესაც ჩვენ დავები ქონდა ხოლმე შრომითი დავები სასამართლოში აღდგენის შემთხვევაში, ანუ ფაქტობრივად, იცი რა არის, დასაქმებულის ჩემი მიზანი არის დაუბრუნდე იქ, ხო, სადაც მუშაობდი. და აი ეს უნდა იყოს მიღწევადი, მარტო ის ხო არა, რომ იცი რა არის, სასამართლომ ბათილად ცნო და ამით დაადგინა, რომ თუ მე უკანონოდ გამოშვა, კი, ეგეც ინტერესია. ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იცით რა არის, გარემოში ხა საზოგადოებაში რაღაც მორალურად ხო, ცოტა ის არის, რომ აი რატო გაგიშვეს სამსახვიდან და შენ ამეთი ადგენ, რომ იცი რა სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონოდ ვარ განთავისუფლებული, მაგრამ ჩემი მიზანი შეიძლება ისიც იყოს, რომ მე მინდა ჩემ სამსახურში დაბრუნება, ხო, ჩვენი გარემოება და როგორი ეკონომიკური გარემოება, ვიცით ჩვენ რომ არავის ყველა სჭირდება სამსახური, ხო? და აქედან გამომდინარე, აი აღდგენა ხდებოდა ხოლმე ჩვეულებრივად აღდგენა, მაგრამ ახლა ამ ბოლო პერიოდში არის პრაქტიკა ასეთი, რომ მოხდეს აღდგენა, თუ ის თანამდებობა არის საიდანაც მოხდა განთავისუფლება, თუ სხვა დასაქმებულია და დანიშნული, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად აღდგენა ვეღარ ხდება და რატო? იმიტომ რომ შემდგომ მისი უფლებებიც ირღვევაო, იმიტომ რომ ხო, მაგრამ ამის გამოსავალი ძალიან მარტივად შეიძლება და ჩვენ როდესაც სასამართლოში შევდივარ და სარჩევით შევდივართ, ხო, პარალელურად ვითხოვთ ხოლმე უზრუნველყოფას. ანუ რა არის ეს უზრუნველყოფა, ხო? რომ ფაქტობრივად არ მოხდეს იმ ადგილზე რათა კი სხვის დანიშვნა, მაგრამ ამაზე ახლა დასაბუთება, რომ მე უბრალოდ ფუნქციონირება ძალიან გაჭირდება ამ ორგანიზაციის და ასე შემდეგ, მაგრამ სწორედ ჩვენი მოთხოვნა არის ხოლმე ის, რომ დროებით დანიშნე, ხო, რომ შემდგომში მე ძალიან მარტივად შეგეძლოს ამ ადამიანის ამ დასაქმებულის განთავისუფლება, იმიტომ რომ მან იცოდეს რომ რაღაცა ვადით არის ერთი წლის დაიწო ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადად, როდესაც უშვებენ დასაქმებულებს, ხო, მის ადგილას ნიშნავენ სხვას და ფაქტობრივად მიზანი მიღწეულია. გამიგეთ? აი თუნდაც საჯარო მოხელის შემთხვევაში, კი შეიძლება იმან აღიდგინოს თავისი უფლება სასამართლოში კომპენსაციაც მიიღოს ყველაფერი, მაგრამ მათი მიზანი რომ მე საჯარო მოხელი აღარ მჭირდება და ფაქტობრივად გაუშვი სამსახურიდან ეს მიზანი მიღწეულია მათთვის, იმიტომ რომ იმას კომპენსაციას რაღაცას მისცემენ, განაცდოს მისცემენ და დამთავრდა და იქ აღარ ბრუნდება. აი ეს არის. თუ მაგალითად ამ შემთხვევაში თუ აღდგენა ვეღარ ხდება, მე არის ხოლმე უკვე ტოლფასი. ანუ ტოლფას პოზიციაზე უნდა იქნეს
აღდგენილი, თუ ტოლფასიც არ არის, მე უკვე არის მესამე, ეს არის კომპენსაცია. კომპენსაციას უკვე განსაზღვრავს უდენდება სასამართლო და სასამართლოს მიერ დადგენილი ესე იგი კომპენსაციის საფუძველზე ხდება, ანუ მისი უფლებების ასე ვთქვათ აღდგენა. ეხლა რაც შეეხება დისკრიმინაციას, თუ არის ეს დისკრიმინაციის ფაქტი ზოგადად, ხო, ძირითადად არის ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ადრე პოლიტიკური ნიშნით, კი, პოლიტიკური ნიშნით, მაგალითად ჩვენ წლების წინ მქონდა საიას ქონდა ესე ვთქვათ პედაგოგების გულში იყო სხვათა შორის პედაგოგების პროცესები ერთ პერიოდში განთავისუფლეს რამდენიმე სკოლის პედაგოგი და რის გამო უბრალოდ თვითონ არანაირი ასე ვთქვათ პოლიტიკური სხვა შეხედულება არაფერი არ იყო ამ ადამიანების მხრიდან არც სოციალურ ქსელებში არც რაღაცა მხარდამჭერი რაღაცა პოზიციები არაფერი უბრალოდ ზოგის ოჯახის წევრი მეუღლე რაღაცა შვილი იყო ოპოზიციური პარტიის წევრი და აქედან გამომდინარე ასე ვთქვათ მოხდა ამ ადამიანების განთავისუფლება და აი რაც შეეხება რომ დავაყენოთ მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და უშუალოდ მორალური ზიანის ანაზღაურება, ხო? რა შემთხვევაში რა ხდება ახლა ამ შემთხვევაში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის დროს, ხა შრომის კოდექსი გვეუბნებს რაღაცას, რომ როდესაც ხდება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ხო? ითხოვ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას გარემოებები, ანუ ფაქტობრივი გარემოებები უნდა მიუთითო ამ სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მტკიცების ტვირთი აქვს უკვე დამსაქმებელს, მასზე გადადის მტკიცების ტვირთი. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა უნდა წარუდგინო ეს მტკიცებულებებიც, ხო, დასაქმებულმა, რომ აი ნამდვილად კავშირში იყო, ხო, როდესაც პირობითად ამ სოციალურ ქსელში მე გავაზიარე რომელიღაცა ოპოზიციური პარტიის რაღაცა გვერდი და ამას მოყვა უკვე ჩემი განთავისუფლება, ხო, ბუნებრივი არის ბმა, რომ აი ამის გამო მოხდა ჩემი განთავისუფლება, ხო, მით უმეტეს თუ ისიც დადგინდა, რომ ბრძანება უკანონოა და ფაქტობრივად არც ორგანიზაცია და არც ხელშეკრულების ვადის გასვლა არ არის. მაგრამ რთულია თუ ეს ოჯახის წევრის მიზეზით ხდება. ისედაც რთულია, ისედაც ძალიან რთულია. აი მიუხედავად ოჯახის წევრის იქნება თუ თვითონ თავისი პოზიცია, აი თვითონაც რო გქონდეს რაღაცა პოზიცია დაუშვათ მოწონებული, დაგულებული, დაუშვათ რაღაცა ისეთი, რაც მიუღებელია ჩვენი ხელისუფლებისთვის, ამ შემთხვევაშიც ვთქვა, რომ აი თუნდაც პეტიციაზე ხელმოწერა, ხო? აი პეტიციაზე ხელი მოვაწერე, რომ მას არ აკეთებს სასამართლო, გამიგეთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად აი უმეტესი შემთხვევა ალბათ, რა ვიცი, ძალიან ცოტა შემთხვევა, რომ დაადგინოს დისკრიმინაციის ნიშნით, პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება. კი ბატონო, ბრძანებას ბათილაცნობს, აღდგენაც ხდება, ან კომპენსაცია ხდება, განსტურის ანაზღაურებაც ხდება, მაგრამ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა არ ხდება და ძირითადად არ დგინდება, რომ კი, უკანონოდ კი გაგანთავისუფლეს, მაგრამ დისკრიმინაციის საფუძველზე არ განთავისუფლეს და ამიტომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ზოგადად არ ხდება ხოლმე. ძალიან ძნელია და ну არის შემთხვევები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია ამასთან დაკავშირებით, რომ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინოს სასამართლო. დიახ, სანამ დამშვიდობებით მაყურებელს მინდა რომ ვუთხრათ თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს, რა სიტყვებით მათ როგორ იქცევენ? როგორ მოვიქცევთ? თუ სამსახურიდან გაანთავისუფლეს, აუცილებლად უნდა ჩაიბაროს ბრძანება. აქ დავამატებ კიდე ერთს, აი ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ეუბნებიან, რომ თვითონ დაწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. და ბევრი წერს სხვათა შორის და მე ფიქრობს, რომ მე რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დავწერე, ფაქტობრივად აზრი ამ შემთხვევაში. აი მაგას ვიძახე ზუსტად, რომ აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ ჩვენებათ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება, როდესაც თვითონ თავისი ნებით მიდის, ხო? ჩვენ მქონდა ერთი შემთხვევა საიაში ყოფნის პერიოდში. აი გეხსოვებათ თქვენის პერიოდი გამგებლები, რომ ახალი გამგებლები რო ინიშნებოდნენ და ყველა თანამშრომელს განცხადება უნდა დაეწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე და მე ხდებოდა ახალიდან დანიშნვა. ეგ პერიოდები გეხსოვებათ. ესეთი შემთხვევა იყო, მოვიდა ახალი გამგებელი, ყველა თანამშრომელმა დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და შემდგომ ვისაც ანუ მათთვის მისაღები მოხელე იყო, მისი დანიშნვა ხდებოდა. კი, ეს გოგონა იყო ორსულად და დააწერინეს რა თქმა უნდა განცხადება როგორც ყველას, მაგრამ მის აღარ აღადგინეს. ჩვენ ვიდავეთ და სხვათა შორის პირველ მეორე ინსტანციამ არ დააკმაყოფილა და უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა და ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლე ნათია წკეპლაძე იყო მახსოვს კარგად.
ძალიან ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო რაღაცა ნაშრომი, იმიტომ რომ ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანმა თვითონ დაწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება, შენ ვალდებული ხარ, რომ გამოიკლიო, ჩაატარო ადმინისტრაციული წარმოება, რომ რატომ მიდის ორსული ქარი, გინდათ ორსული არ იყოს, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, რომ რატომ ტოვებს სამსახურს, ხო? თავისი ნების გამოხატულება არის, ნების გამოვლენა თავისი თუ რაღაცა სხვა მიზეზია, ამიტომ სავალდებულოა მიუხედავად იმისა, რომ განცხადება დაწერა თვითონ წასვლაზე, სავალდებულოა შენ ჩაატარო ადმინისტრაციული წარმოება და ეს გამოიკვლიო, რატო დაწერა მან განცხადება. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო სხვათა შორის და აი მაგაზეც მინდა გამახვილო ყურადღება, თუ ესეთი შემთხვევაც იყო, რომ იძულებული გახადეს და ნუ ხო არიან ხოლმე შემთხვევა, რომ ვეღარ ასე ვთქვათ უძლებენ ამ ზეწოლა თუ რაც არის, ანუ ბრჭყალებს შეგეც წოდებულ რჩევას და წერენ განცხადებას. ამ შემთხვევაშიც მაინც უნდა ეცადონ, რომ გაასაჩივრონ, როდესაც ჩაიბარებენ გადაწყვეტილებას, ბრძანებას სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, მიმართონ იურისტს და აუცილებლად გაასაჩივრონ, თუ ის იქნება პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება მოითხოვონ დისკრიმინაციის დადგენა პოლიტიკური ნიშნით, ასევე მოითხოვონ ბრძანების ბათილაცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური სანაცვლაურება. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნონა ასკილაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემა ქალის ხმა დროებით გემშვიდობებად. ნახვამდის.